სიტყვის თავისუფლება გინებაო, ანუ თქვენ გინდათ რომ უბრალოდ ერთმანეთს აგინონო? არა, ეს არის პრობლემა, რომელიც საზოგადოებამ უნდა მოვაგვაროთ ერთმანეთში, პოლიციელის ჩარევის გარეშე. თორე ერთმანეთში სიტყვის თავისუფლებას მე და სანდრო გავსაზღვროთ იმით ერთმანეთთან რა ხუმრობა მოსულა, როგორ ვართ შეამხანაგებული, ზედმეტ თუ მოვა შეიძლება რაც ხვირი გამიტეხოს ამ პირიქით. ამ ერთმანეთთან ურთიერთობის სხვადასხვა ხარისხებით დგება ჩვენ შორის ის ბალანსი, რომელიც ორიოსთვის მისაღებია. სამდვილეში ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ქართული ოცნების პოლიტიკოსები თუ რაღაც მათი ისპანიწელები საქმეს რო ასრულებენ, ბრძანებას რო სიტყვით ასრულებენ, მათთვის კომფორტის შესაქმნელად არის შემოღებული, ხო? იმიტომ რომ აი გორდულაძის ძალიან მაგარი ამბავი ბატონი გორდულაძე, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა პარლამენტში, მას ვიღაცამ ცუდი სიტყვები დაუწერა, მან მიმართა პოლიციას, პოლიციამ მე სასამართლოს ის კაცი დააჯარიმეს და ამის გამო გორდულაძე ქალმა ხო ქალი თან ქალს უჩიო ანუ ორმაგიდან ნაშაული ცუდი სიტყვა მითხრაო და ნუ აი სერიოზულად რომ შეხედავ ადამიანს ამიტომ ეძახიან ამ კანონს კოლექტიური გორდულაძეების დასაცავი კანონი კოლექტიური გორდულაძეების დასაცავი კანონი ამის გამო გორდულაძე ძალიან დაიცინა რა ეხლა იმისთვის რომ ყოველ ჯერზე არ მიმართონ პოლიციას მათ თავი სამარცხვინოთ და მე არ დაიცინონ ამიტომ შემოიღეს ეს კანონი რომელიც ჩვენ რა შუაში ვართ თვითონ აკავებს პოლიცია და ამის გასაправებლად ოპოზიციონერების გინებაზეც რო დაიწყეს ხალხის დაჭერა რა მარტო მაგისთვის არის გაკეთებული რა ჩვენ ყველას კი არ ვაჯარიმენ მარტო ამათ კი არ ვაჯარ ყველას ვაჯარიმენ იმისთვის რომ გორდულაძემ ოქმი არ დაწეროს პოლიციაში მაგისთვის დააჯარიმეს ჩერგოს გინებისთვის და ბაია პატარას გინებისთვის ვიღაც კახელები სიამდვილეში თავრობამ საქმე არ უნდა გაიხადოს საგინებელს იტყვის ვიღაცა რომ რაც არ უნდა გააკეთო ვიღაც მაინც იქნება ვინც შეგაგინებს ეგრე უპასუხისმგებლო ადამიანები და სულელები სული არსებობენ და ამ კანონის არსებობის შემთხვევაშიც შეაგინებენ და შეიძლება Facebook-ზე არ დაწეროს, მაგრამ უბანში შეაგინებს. მოკლედ, ანუ გინებას ვერ აღმოფხრი, ისე როგორც მკვლელობას ვერ აღმოფხრი, იმის გამო რომ მკვლელობაზე ხალხს ციხეში ხო, რაღაცები მაინც მოხდება. ჩვენ საზოგადოება უნდა ვალაგებდეთ მაგას ერთმანეთში. ჩვენი საქმეა და მთავრობის საქმეა, იმიტომ რომ მთავრობა ყოველთვის არის იარაღიანი კაცი საბოლოო ჯამში. მთავრობა მაგას დაიყვანება, იმიტომ რომ რამე თუ გამოსცემს ბრძანება და ის არ სრულდება, ბოლოს მოდის იარაღიანი კაცი, რომელიც იმას ასრულებს. ყველა კანონის უკან წარმოადგენს პოლიციელი, ვაფშე ყველა კანონის უკან. იარაღიანი კაცი. იარაღიანი კაცს მთავრობას უცხოს ვეძახით ისეთ რაღაცაზე, რაც ერთმანეთში ჩვენ ვარკვევდეთ. ეგ არც ქართულობაში წერია, არც ქუჩაში წერია, არც კაცობაში წერია, არც ქალობაში წერია, არაფერში აწერია. ხოლო მთავრობა კიდე ისე უნდა იქცეოდეს, რომ საგინებელი არ იყოს და ვინც ასეთ მთავრობას აგინებს, იმას ხალხი იცავდეს, რომ რას აგინებს, წესიარად იქცევაო, რაღაცა არ გვაწვალებს, ცოტა გადასახადები მიაქვს, რაც მიაქვს გამჭვირვალე და კარგად ხარჯავს, ჩვენ ცხოვრებაში არ ერევა, ეგეთ მთავრობა რო ყავდეს და ვიღაცა შეაგინებს, ხო ეტყვი რას აგინებ